აი მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში მაგალითად პირდაპირ წერია, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები იკვეთება. იმ ქმედებებზეა საუბარი, რასაც ახორციელებდა 2024 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნება და ელოდებით თუ არა იმას, რომ ჰააგის ტრიბუნალი დაიწყებს გამოძიებას ქართული ოცნების დანაშაულების შესასწავლად. არა, მართლა კაცობრიობა თუ რა არის თუ იცით, იმიტომ იცით თუ არა კი არ მაინტერესებს. ამაზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ, მათ შორის სისტემურ დანაშაულს აქვს ადგილი და ზოგიერთი ქმედება უტოლდებოდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ეს ხომ წერია მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში და რატომ ცდილობთ, რომ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში? კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული არის კონკრეტული მოვლენა, რომელსაც აქ საერთოდ არ არის. ამ კატეგორიაში განიხილება ის ქმედებები, იმიტომ რომ ზოგიერთი ქმედება უტოლდებოდა